მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 18. როდის მიიღება ხელშემკრებ ლინზაში ლინზის პარალელური საგნის წარმოსახვითი შემცირებული გამოსახულებაო გვეკითხებიან. ამასთან საგნი ლინზამდე მანძილია d, ხოლო ლინზის ფოკუსური მანძილი არის f-ო. კარგით, მოდი ავიღოთ ახლა შემკრები ლინზა. ეს არის თავი ოპტიკური ღერძი. აქ მოვათავსოთ შემკრები ლინზა. ასე შემკრები რო არ მივანიშნოთ ამისრებით. პირობითად დავუშვათ აი აქ არის ფოკუსური მანძილი. შესაბამისად აქ იქნება ორმაგი ფოკუსური მანძილი. აქაც გვექნება ფოკუსური მანძილი და აქაც ორმაგი ფოკუსური მანძილი. როდესაც შემკრებ ლინზაზე ვსაუბრობთ, შემკრებ ლინზაში წარმოსახვითი გამოსახულება მიიღება ერთადერთ შემთხვევაში. ეს შემთხვევა არის, როდესაც საგანი მოთავსებული არის, დავუშვათ რაღაც სანთელი ავიღოთ. ეს სანთელი მოთავსებული არის ლინზასა და ფოკუსს შორის. ესე იგი, როდესაც აი ეს მანძილი d მანძილი ლინზიდან გამომსხივებელ საგნამდე ნაკლები არის f-ზე. ამ შემთხვევაში ვიღებთ წარმოსახვით გამოსახულებას და რატომ ახლა მოდით შევხედოთ, რატო არის ეს წარმოსახვითი გამოსახულება. გამომდინარე იქიდან, რომ ლინზა შემკრები არის და ამასთან მთავარი ოპტიკური აქედან გამოსხივდება რა. ყველა მიმართულებით სხივი, ის სხივი, რომელიც არის მთავარი ოპტიკური ღერძის პარალელური და ეცემა ლინზას. გარდატყდება ისე, რომ ეს გარდატეხილი სხივი გაივლის მთავარ ფოკუსში, დავხაზოთ კარგად. ასე მთავარ ფოკუსში გაივლის, ხოლო ის სხივი, რომელიც მთავარ ოპტიკურ ცენტრში გაივლის, აი საუბარია ამ სხივზე. გარდატყდება ისე, რომ მიმართულებას არ შეიცვლის. ახლა როგორც ხედავთ, ეს ორი სხივი გადაკვეთა არ აქვს, განშტადი სხივები არის, შესაბამისად ნამდვილი გამოსახულება არ მიიღება. თუმცა მიიღება წარმოსახვითი გამოსახულება აი ამ სხივების გაგრძელებებზე, აი ამ სხივებს თუ გავაგრძელებთ, აი ასე თუ გავაგრძელებთ. აი სადღაც აი აქ მიიღება და როგორც ხედავთ, ეხლა ეს წარმოადგენს წარმოსახვით გამოსახულებას, თუმცა როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში ეს წარმოსახვითი გამოსახულება გადიდებული არის. რომ ჩვენ გვეუბნებია შემცირებულ გამოსახულებას როდის ვიღებთ შემკრებ ლინზაში. შესაბამისად, რადგანაც შემკრებ ლინზაში წარმოსახვით გამოსახულებას ერთადერთ შემთხვევაში ვიღებთ, როცა d ნაკლებია f-ზე და ეს წარმოსახვითი გამოსახულება არის გადიდებული. შესაბამისად, შემცირებული გამოსახულება არასდროს არ მიიღება. ამიტომ პასუხი იქნება e.